დილა მშვიდობის საქართველოში 11 საათია და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ლელა ბაღდავაძე ვარ და ჩვენ სტუმრებთან ერთად ვიწყებთ იმ საკითხების შეფასებას, რაც დღეს იქცევს საზოგადოების ყურადღებას. საქართველოში 90 პოლიტიკური პატიმარია ანგარიშს ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ავრცელებს. რას ამბობს ეს რიცხვი და ის სახელები და გვარები, რომლებიც ორგანიზაციის მიერ შედგენილ შესაბამის სიაში მოხვდნენ. დღეს ამით ვიწყებთ და გველოდეთ ლაშა ტოღუში იქნება ჩვენი პირველი სტუმარი, თუმცა ვიდრე სტუმარი შემოგვერთება, გადავხედოთ ბოლოს სიახლეებს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ვაჭრობას არ ექვემდებარება, ოკუპაცია და ანექსია ვერ ნორმალიზდება. ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. გახარიას თქმით, ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ანექსიასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიზანმიმართული და თანმიმდევრული არაღიარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობაზე და როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ორი ბრალდებული დამნაშავეს ცნო. მათ სასჯელის სახით და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. მაშასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის დღის ნიუსრუმი და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, ლიბერალური აკადემიის ხელმძღვანელი ლაშა ტოღუში იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ ლაშა და მადლობა რომ გვესწრებთ. მადლობა. საგანგაშო სტატისტიკას აქვეყნებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და ჩვენი ინტერვიუ ამით მინდა დავიწყოთ. ორგანიზაციამ დათვალა და დაადგინა, რომ დღეს საქართველოში 90 პოლიტპატიმარია და იმ მოკლე ციტატა გამჭვირვალობის განცხადებიდან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ადგენს პოლიტპატიმრის კრიტერიუმებს. სულ 5 კრიტერიუმია, რომლიდანაც თუ ერთი მაინც არის დაკმაყოფილებული პირი შეიძლება მიჩნეულ იქნეს პოლიტიკურ პატიმრად. ამ 90 ადამიანიდან აბსოლუტური უმრავლესობა აკმაყოფილებს ერთზე მეტ კრიტერიუმს, ბევრი მათგანი აკმაყოფილებს 5-ვე კრიტერიუმს. აი გუშინ გამართა ორგანიზაციამ შესაბამის საკითხზე ბრიფინგი. აი რას აჩვენებს და რამდენად საგანგაშოა რიცხვები, რომელზეც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს საუბრობს და მეორე მხრივ რა გავლენას ახდენს პოლიტპატიმრებად მიჩნეული პირების ყოფნა ქვეყნის იმიჯსა და რეპუტაციაზე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მე უსმინე ნახევ მათი ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ მათ არგუმენტები ჰქონდათ, მანამდე კვლევა ჩაატარეს, ძალიან დამაჯერებელი იყო, მინდა გითხრათ, მათი ასე ვთქვათ კვლევა, ეს ფრაგმენტები, რასაც უსმენდი, როგორც წესი საერთაშორისო გამჭვირვალობა და ასევე რამდენიმე სხვა ორგანიზაციების კვლევებს ატარებს. მათი კვლევები საინტერესოა, არის ღრმა და საფუძვლიანი. ამჯერადაც ანალოგიური ვითარება იყო, საგანგაშოა, რა თქმა უნდა. ვიტყოდი ძალიან სერიოზული პრობლემაა ქვეყნისთვის, როდესაც ჩვენ ყავს პატიმრები, რომელსაც უწოდებთ პოლიტპატიმრებს, ზოგიერთ შემთხვევაში სინდისის პატიმრებსაც, რაც კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ვითარებას. რა თქმა უნდა, ის მაგალითებიც, რომელიც იქნა მოყვანილი, ძალიან სერიოზულია. ალბათ მზია ამაღლობელის თუ ელენე ხოშტარევის, მაგრამ ეს ყველა კრიტერიუმს ეგროთ აკმაყოფილებენ. ეს საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით არის ძალიან მძიმე ფაქტი და მეტყოდი დამანგრეველი და ვხედავთ ამ ეფექტს. არ მგონია საიდუმლო იყოს და ვიღაცას ეჭვეპარებოდეს დასავლეთში და დასავლეთი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. არ მგონია რომ ბევრს ეპარებოდეს ეჭვი საქართველოში, მათ შორის იმათ, ვინც ტელევიზიით გამოდის და საპირისპიროს ამბობს, აშკარად ვხედავთ, რომ ისინი ხვდებიან, რომ ესე არ არის, მაგრამ რა ქნან ჭყალებში.
ძალიან ცუდი სიტყვა რა ქნა, არ ვიცი. სხვა გზა არ აქვს ქართულ ოცნებას? ქართულ ოცნება, არ ვიცი, ხა იქ მათ მომხრეებსაც გულისხმობს ხადია, რაღაც ეჭვი მეპარება, რომ იჯერებდნენ იმ რაღაც აბსურდს და იჯერებდნენ იმ სასამართლო პროცესს ასე ვთქვათ, ნდობა კონდეს მათი მხრიდან, მიუხედავად იმისა, რაც ლაპარაკობენ. არ გონია ახლა რაციონალურად მოაზროვნე ადამიანები ვხვდებოდეს, რომ აქ არის პოლიტიკური მოტივები. ხო, აი, რაც შეეხება უშუალოდ კრიტერიუმებს, რა შემთხვევაში ითვლება, რომ პირი არის პოლიტპატიმარი, როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში განმარტავენ, დაკავებულის პოლიტპატიმრად მიჩნევა ხდება მაშინ, როცა დარღვეული ადამიანის ძირითადი ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის ისეთი, როგორც არის გამოხატვის თავისუფლება, შეკრების და გაერთიანების თავისუფლება, ასევე როცა პირის მიმართ სასჯელი არის არაპროპორციული, ბევრი მათგანი, აი თქვენც აღნიშნეთ და სწორედ ამ თვალსაზრისით მინდა ორგანიზაციის განცხადებიდან კიდევ ჩავიკითხო მოკლე ამონარიდი, ბევრი მათგანი ხუთივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მათ შორის მზია ამაღლობელი და ელენე ხოშტარია, ასეთია ორგანიზაციის კი, კიდევ სხვა კრიტერიუმებია, დისკრიმინაცია, ასე იგი სასამართლო, არასამართლიანი სასამართლო და აი ამ პრობლემაზე საუბრისას ბატონაშა სტუმრებთან ხშირად ვსვათ ხოლმე კითხვას, აი რაში სჭირდება ქართულ ოცნებას ამდენი ადამიანი ციხეში და რას იგებს ხელისუფლება პოლიტიკურად, ამით აი თქვენც მინდა იგივე კითხვა დაგისვათ. პოლიტპატიმრები ციხეში, როგორც პროტესტის ფარგლებში დაკავებულ პირებს და ციხეში ოპოზიციონერ ლიდერებს, ექსპერტები თუ პოლიტიკოსები მიიჩნევთ. ქართულ ოცნებას პოლიტიკურად ასუსტებს თუ აძლიერებს? რაღაც მომენტში ისინი ცდილობენ მოახდინონ კონსოლიდაცია ნებისმიერ ფასად. რასაც ამბობენ, რომ ეს სტაბილურობისთვის არის, ან და თითქოს რაღაც მოძრაობა ქვეყანაში, რომელიც ცდილობს დაამხოს ხელისუფლება, რევოლუციები მოაწყოს და შემდეგ ამ ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული რაღაცა მოტივებით, მიზეზებით ისინი მიდიან ასეთ ნაბიჯებს გამენ და მიდიან ამ გზით. მე მგონია, რომ გარკვეულ ეფექტს აღწევენ, ბუნებრივია, მაგრამ საბოლოო ჯამში აფიქრებ, რომ სტრატეგიულად ისინი მიაღწევენ რაც მათ უნდა. იმიტომ სტრატეგიულად მიღწევაში მე გულისხმობ იმას, რომ რაღაცა დროის შემდეგ აუცილებლად დასრულდება ასეთი ტიპის მმართველობა, იმიტომ რომ შეუძლებელია ვფიქრობ ქვეყანაში, რომელსაც საქართველოს ქვია ავტორიტარიზმი და ავტორიტარიზმი დიდხანს გაძლევს, არ ვფიქრობ ესე. ასე რომ ვფიქრობდი მაშინ სხვანაირი იქნებოდა, ასე ვთქვათ, ჩემი ცხოვრების წესიც და საერთოდ მე ვფიქრობ, რომ ბევრი მოქალაქე ამ ქვეყნის სხვანაირად იცხოვრებდა, რომ ესე უიმედო რო ვიყოთ, ხო? და რომ ვფიქრობდი, რომ ესეთი სტილი არის ჩვენი მოდელი, ქართული მოდელი. მეორე სტრატეგიულად იმიტომ აგებენ, რომ არ გატარდება ის შეცდომები, რომელიც ამათ დაუშვებად. ყველა გონია, რომ ახალი სუფთა ფურცლიდან დაიწყებენ დასავლეთთან ურთიერთობებს. მათი გათვლა არის ის, რომ მე არა ვარ კარგი ბიჭი, მაგრამ როგორც ვარ მიმიღე და მათამაშე ის როლი, რაც მე მინდა. ეს არ არის საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნება, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა ვიცხოვროთ ავტორიტარიზმში ვიმეორებ და ამიტომ სტრატეგიულად წაგებული თამაშია, ანუ რაღაც პერიოდისთვის სტრატეგიულად ამას გულისხმობ, მათ შორის დემოკრატიული სამყაროსთან მიმართებითაც. ამიტომ ამბობ, რომ რისი მიღწევა გინდა, ისინი თუ გინდა რომ შვიდად წყნარა დაასრულო და შენი გაიმყარო შენი ძალაუფლება, იყო ესეთი ავტორიტარული მმართველობა, არადემოკრატიული მმართველობა, არაპლურალისტური, ასე შენ რაღაცა ჰიბრიდული, რაღაც გაუგებარი წარმონაქმნი ევროპაში, ევროპის კონტინენტზე ეს თამაშის კიდევ ამბობ, სტრატეგიულად წაგებული თამაშია, შეუძლებელია რომ ესეთი სისტემა აქ დამკვიდრდეს.
ამიტომ რას აღწევენ მიზანს? თუ ისინი აღწევენ რაღაც მოკლევადიან ზემაში ასე დროში, კი ბატონო, ახერხებენ, ანგრევენ საკუთარ ქვეყანას, უსპობენ საკუთარ მოქალაქეებს, საკუთარ ასე ვთქვათ, სისსაც და როგორც გინდათ ისე პატრიოტულად რო ვთქვათ, ხო თავის ხალხს უსპობენ, მათ შორის საკუთარ ახლობლებსაც, ხო, ახლობლებსაც უსპობენ ამას, ხო, მომავალს, ამ ევროპულ მომავალს, ამას თუ ქვია რომ აღწევენ შედის, კი ბატონო, აღწევენ. კეთილი, პოლიტიკური დევნის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად ფასდება ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე, რაზეც რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ მიმდინარეობს ძიება და რაზეც სულ რამდენიმე კვირაში დადგება, როგორც ამბობენ განიჩენი, ამიტომ ცოტა დრო უშუალოდ ამ საქმესაც დაუთმოთ, მით უფრო რომ ამ საქმესთან მიმართებაში კითხვის ნიშნების გაჩენას თავის მხრივ არ ეთანხმებიან არც ქართულ ოცნებაში და არც ნეიტრალურ საქართველოში, რომლის მიმართვის საფუძველზეც აღძრა პროკურატურამ საქმეს სწორედ 8 პოლიტიკოსის წინააღმდეგ, მაგალითად აი გასულ კვირას პროცესზე დაკითხვის შემდეგ ნეიტრალური საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რომ მათი მიზანია ქვეყანაში გაჩნდეს რეალური ოპოზიცია, კრიმინალები, ვისაც ოკუპირებული აქვთ ოპოზიციური ველი, უნდა ჩამოშორდნენ ოპოზიციას, ხელისუფლების დამხობის მოწოდებები და ლობირება დასანქცირებაზე პოლიტიკის მიღმა და კრიმინალს მოიცავსო, ეს არის ნანა კაკაბაძის პოზიცია. აი როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს ოპოზიცია, რომ მისი პოზიციონირება, მისი პოლიტიკური აქტიურობა არ შეფასდეს, ასე ვთქვათ, მოღალატეობრივად და არ გახდეს სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი. ანუ როგორი ოპოზიცია უნდა ქართულ ოცნებას, რადგან ნეიტრალური საქართველოს უკანაც ოპოზიცია სწორედ ხელისუფლებას ხედავს. ნუ ხედავთ ხოლმე ის რაც თქვენ წაიკითხეთ, ეს არის ქართული ოცნების ლიდერების აზრი, რომელიც სხვა ფორმით ახმოვანდა. მათი ინტერესი არის იყოს ოპოზიცია მართვადი, ყავდეთ ჯიბეში და იყოს რაღაცა კვაზი პოლიტიკური სისტემა, სადაც ოპოზიცია არ იქნება რეალურად. ამას ხედავთ, ეს არის ჩვეულებრივი მოდელი, აი ავტორიტარული მმართველობის, სადაც ფორმალურად ხაღალზე რაღაც არსებობს, არა რეალურად არ აქვს განსხვავებული პოლიტიკური სპექტრი, პოლიტიკური პარტიები, არ არის არანაირი პოლიტიკური კონკურენცია და საქართველოს მოქალაქეებს არ იქნებათ შესაძლებლობა არჩევანი გააკეთონ. ეს უნდათ რა, ისინი ფიქრობენ, რომ მარტო ეგენი არიან. მეტი არავინ არ არის, ეგენიც რას ნიშნავს, ეგეც ესეთი თემაა, იცით, ცოტა უცნაურია ხოლმე, როგორც წესი პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ ხოლმე რაღაც იდეოლოგიური ჩარჩო, იდეები, რაღაც სამყარო და ან მემარცხენე, ან მემარჯვენე, ეს ხალხი საერთოდ გაუგებარია, მართალი გითხრათ, დღემდე ვერ მივხვდი მათი შეხედულებები რა არის, გარდა იმისა, რომ უნდა რაღაც პატარა ჯგუფს ძალაუფლება ქონდეს და მუდმივად იყოს აი ამ ფორმატში, რომ მართავენ რაღაცას რა და როგორ მართავენ, მომავალში როგორ ხედავენ და ამ შემდეგ აბსოლუტურად ბუნდოვანი, აბსოლუტურად გაუგებარია და კიდევ ერთი დამახასიათებელი ეს არის ყველგან ტრიზიება. აი ესეთი უცნაურობა დაემართა ამ ხალხს გარშემო მთელი დედამიწა ასე ვთქვათ ფუთფუთებს ტრებით რა მეც ვებს ვეხედავ არც ერთი მეგობარი არ ყავთ არც ერთი პარტნიორი არ ყავთ ყველგან ტერია რა აი ეს რაღაცა უცნაური ფსიქოლოგიის მქონე ადამიანები არიან დღეს საქართველოს ასე ვთქვათ ხელისუფლებაში. ბადოლშა, ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე გკითხეთ და უშუალოდ ამ საქმეზე მინდა რომ ისევ ჩაგეკითხოთ და შესაბამისად კიდევ ერთი აი ამ საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების ნაწილი სხვა საქმეებზე იცით რომ უკვე ციხეში იმყოფებიან, ასეთები არიან მაგალითად ელენე ხოშტარია, ნიკა მელია და მიხეილ სააკაშვილი, რაც შეეხება გარეთ მყოფთ ბოლო თვეების განმავლობაში, როგორც ვნახეთ, ორმა ბრალდებულმა დატოვა ჩვენი ქვეყანა, საქართველოსთან წავიდა ჯერ მამუკა ხაზარაძე, უფრო მოგვიანებით კი გიორგი ვაშაძე და როგორც არის მოლოდინი, ისინი აღარც დაბრუნდებიან, ვიდრე ხელისუფლებაში იქნება ქართული ოცნება, რა თქმა უნდა.
ეს ზუსტად არავინ იცის, ამას ყველანი ერთად ნახავთ, თუმცა ეს არის ინფორმაცია, რომელიც ამ დროისთვის ვრცელდება მედიასა და საზოგადოებაში. რაც შეეხება თბილისში დარჩენილებს, ზურაბ ჯაფარიძეს, ნიკა გვარამიას და ბადრი ჯაფარიძეს, აი მათთან მიმართებაში ისმის კითხვა როგორ ჯობს რომ მოიქცნენ. დარჩენა თუ გაქცევა, რა წაადგება პოლიტიკურ პროცესს თქვენი აზრით, იმიტომ რომ ისმის კიდევ ერთი კითხვა, ციხიდან როგორ უნდა იბრძოლონ და ციხიდან როგორ უნდა აკეთონ პოლიტიკა. იცი ძალიან რთული კითხვაა. თქვენ თუ დაარქმევთ ამას გაქცევას, გასაგებია დარჩენა თუ გაქცევა, უკვე გულისხმობს არის. შეიძლება ეს გაქცევა არ იყოს დროებით გარიდება მაგალითად. მაგრამ ეს ტერმინიც რომ გამოვიყენოთ, სერიოზული დილემაა, იცით. ვერ გეტყვით, ძალიან ძნელია ურჩიო ადამიანს იმ დროს როცა რეალურად არის ისინი წავიდნენ, აბრუნდებიან, არ წავიდნენ ამ მომენტში როგორი მოქმედება არის უმჯობესი, ძალიან რთული არჩევი, იმიტომ რომ ძალიან მძიმეა ადამიანს უთხრა, რომ რთულია უთხრა და ჩარჯექი ციხეში არის 13 წელი თუ 12 წელი და ასე შემდეგ ეს ძალიან რთული სათქმელია და ამიტომ მიჭირს მართალი გითხრათ პასუხის ესე პირდაპირი პასუხის გაცემა, თუმცა ყველა ლოგიკა გასაგები, ორივე ლოგიკა გასაგებია, მაგრამ თავარი მაინც იცით რა არის, ეს არის ძალიან ტრაგიკული შეცდომების აი ესე თლიანობაში დავინახოთ ერთ-ერთი ძალიან მძიმე ეპიზოდი რა გზითაც მიდის ეს ხალხი რა, იმიტომ რომ არ არის უბრალო რაღაცა სახუმარო ამბავი რომ ადამიანს ციხეში უშვებ, აი ესე ხანგრძლივი ვადით რა. მით უმეტეს პოლიტიკურ ლიდერს, მით უმეტეს არა მარტო პოლიტიკური ლიდერს, მოდი ახლა მაგით დავიწყოთ, ხო, რამდენი ადამიანი ზის დღეს ციხეში, ეს არ არის მარტივი საკითხი და ეს არის რაღაცა თამაში, უბრალოდ რა მძიმე შედეგები მოყვება ამას, როცა იქნება, დარწმუნებული ვარ. და მეორე, გათვლის თვალსაზრისით არ გონია, რომ ჭკვიანური იყოს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანა არ დანებდება, საზოგადოება არ დანებდება, გინდაც ეს ნაბიჯი გადადგან, გინდაც დააპატიმრონ ეს ნაწილი პოლიტიკური ოპოზიციის, ასე თქვა, წარმომადგენლების სახით და გინდაც გადადგან კიდევ ერთი უგუნური ნაბიჯი, რომელსაც აპირებენ რომ გააუქმონ რაღაცა პარტიები და არ დაუშვან კიდე რაღაცა ახალი პარტიები, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს კიდე უფრო დაამძიმებს ვითარებას და შედეგი მაინც იგივე იქნება, იმიტომ რომ საქართველოს არ მიიღებს ამ თამაშის წესებს, არ ვერ შეეგუება, მას სჭირდება პლურალისტური დემოკრატია, მას სჭირდება ბევრი განსხვავებული პარტია და არა პარტიის ლიდერები თუ პოლიტიკური ლიდერები ციხეში და გაუქმებული პარტიები და რას უშვებიან იმ ნახევარ საქართველოს, რომელიც ამათ ხარს უჭერს, რას ეუბნებიან, რომ იმათაც ხო არ უპირებენ ხა დიდი გულაგის ან დიდი საკონცენტრაციო ბანაკის გაკეთებას და ყველა ჩაყრას თუ რას აპირებენ სტუდენტების მასობრივად აპირებენ და გონიათ რომ ეს გაივლის, ესე ჩაივლის, ვითომ არაფერი არ ხდება, რა ვიცი მე ძალიან სერიოზული შეცდომა არის ჩემი აზრით ის რასაც რანაბიჯებსაც დგამენ და თავსო იმშვიდებენ, ეს არ არის გამოსავალი და ერთმანეთს ამხნევებენ ტელევიზიით. ვისაუბროთ ბატონლაშა, ოპოზიციაში მუდმივად გვესმის განცხადებები იმის შესახებ, რომ მთავარი მიზანი სისტემის დემონტაჟი არის, რისთვისაც ყველაფერს აკეთებენ, თუმცა დღეს ხა აქტიურ ფაზაში ნამდვილად არ იმყოფება ოპოზიციური სპექტრი. კი ბატონო, ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები, მათ შორის ოპოზიციური ლიდერებს აგერ კვირაში 3-ჯერ კიდევ ერთხელ სასამართლო პროცესზე უწევთ სირბილი, თუმცა მაინც აი რა არის სხვა მიზეზები, რომელიც ქართულ ოცნებას არ უკავშირდება და რის გამოც დღეს ოპოზიცია არის ძალიან პასიურ მდგომარეობაში. და ჯამში შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ დღეს ოპოზიციურ სპექტრს არც ისე კარგად აქვს საქმე.
უნებრივია და რთული ვითარება რასაც აქვს ამ ტიპის ობიექტური მიზეზები რაც თქვენ ჩამოთვალეთ ძალიან რთულ ვითარებაშია გარკვეული ასე ვთქვათ მიზეზების გამო თუმცა მაინც არსებობს ისეთი მიზეზები რის გამო ჩვენ ხშირად ვაკრიტიკებთ ოპოზიციურ პლანს იმიტომ რომ ვერ დააყენეს საშველი ერთიანდებიან თუ არ ერთიანდებიან ვერ გავიგეთ და ხო ამ თვალსაზრისით საინტერესო ოპოზიციურ ალიანსს თუ გაგვიზიარებთ თქვენს პოზიციას ეს ალიანსი პირადად თქვენი დაკვირვებით ისევ არსებობს და უნდა ვთქვათ რომ ჯერ კიდევ აქვს ამ ალიანსს გადარჩენის რესურსი თუ პირიქით უნდა ვთქვათ რომ ალიანსი დაშლილია და მისი პოლიტიკური ისტორია რა ვიცი მხოლოდ რამდენიმე თვის თავზე დასრულდა. რამდენიმე დღის წინ სხვა შორის ახალგაზრდა პოლიტიკოსი ცოტნე კობერიძე იყო ჩვენი სტუმარი, რომლის შეფასებითაც ეს ალიანსი აღარ არსებობს და ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ეს გაერთიანება დაშლილიყო. აი ხომ არ ჩანს, რომ ამ ალიანსის შესახებ მართლაც სავსებით სწორი შეფასებაა ის, რასაც ცოტნე კობერიძისგან ვისმენთ, იმიტომ რომ აი ბოლო დროს როდის შეიკრიბნენ ამ ალიანსში გაერთიანებული პარტიები აღარც კი გვახსოვს. ცით თავის დროზე თქვენთან ერთად საუბრობდით, მაშინაც თქვი რომ მე ამ გაერთიანებას უფრო ასიმეტრიული ფორმატში ვხედავდი და ეხლაც ესე მგონია, როგორც ჩანს საქართველოში ჭირს ერთდროულად ამდენი პარტია დაჯდეს მაგიდასთან და რაღაცა უფრო მჭიდრო საფრონტის შექმნას, ამ მჭიდრო გაერთიანება შექმნას რაღაც მიზნების მისაღწევად, ხო? ამ შემთხვევაში ხელისუფლების შეცვლის და თვითონ მოსვლის გეგმაზეა ხო საუბარი. ნუ არ გამოდით ესეთი თამაში წესი, ამიტომ უნდა არსებობდეს მეორე მხრივ კოორდინაცია, რაღაც თანამშრომლობა, იმიტომ რომ თუ ისინი ისე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან იმის მაგერად, რომ თავისი ასე ვთქვათ მიზნების მისაღწევად ძალები გაერთიანონ, ეს ყველასთვის ცუდია, იმიტომ რომ ერთმანეთთან ბრძოლაში საკუთარ თავებს ამარცხებენ და ისევ არაფერი იცვლება, ხო? მაგრამ ორივე არგუმენტი არის, ხო, მნიშვნელოვანი. შესაბამისად, უნდა მოიძებნოს ისეთი ფორმები, როგორც ჩანს, სადაც მათი თანამშრომლობა იქნება კონკრეტულ მოქმედებებზე, მიზნებზე, როგორც მოკლევადიანი, საშუალო გზებადიანზე გაერთიანება და რაღაც ახალი მოდუს ოპერანდი უნდა გამოიძებნოს მოქმედების რაღაც ახალი სისტემური მიდგომები, მაგრამ ნუ რა ვიცი, ვერ ახერხებენ. ნუ ერთი, მეორე სტანდარტი ვერ შეიცვალა, ისეთ ნაწილს ხა მე ვხედავ, რომ რასაც რის გამოც ვაკრიტიკებდით, გარკვეული ნაწილი იცვლება, ანუ დადის საზოგადოებას რაღაც კონკრეტულ გეგმებზე ელაპარაკება, სოფელ კარდაკარდადიან და ეს სხვა შორის ძალიან ეს არის ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკური აქტივობის დღეს. არა რაღაც ტელევიზიაში სირბილი, მე რა თქმა უნდა დიდ პატივს არ ვფიქრობ, რომ ამის წინააღმდეგია, მაგრამ ადამიანებს უშუალოდ უნდა შეხვდე დაელაპარაკო და ნდობა მოიპოვო. ძალიან ძნელია ტელევიზიით ამის გაკეთება და ეკრანიდან და მათ შორის Facebook თუ სხვა სოციალური ქსელი. ცოცხალი ურთიერთობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ რითი მიდიხარ ამ საზოგადოებასთან, რას ეუბნები, ხო, რამდენად დამაჯერებელია შენი, რამდენად კარგად ერკვევი, აი ეს არის შრომა, ხო, აი ეს შრომა აკლიათ. და მთავარი კრიტიკული ნაწილი, ჩემი აზრით, აი ოპოზიციის ეს არის რა, ისინი რაღაცა სხვა სიბრტყეზე არიან, რაღაც ერთმანეთთან საქმეს არჩევენ, რაღაცა შიგნით სულ რაღაცა გაუგებარი ურთიერთობების გარკვევის პროცესია, რომელიც აი წლები არ თავდება და არ თავდება იმის მაგერად, რომ მთლიანად შეცვალონ ორიენტირი და იფიქრონ სხვანაირად როგორ შეიძლება სასარგებლოები იყვნენ გამოადგინე როგორ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ეგ არის. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია სტრატეგიული, ეს არის არჩევნებს როგორ უყურებთ.
ხო, ბატონო, ეს არის ალბათ თავარი საკითხი. რადგან ეს თემა ახსენეთ, აი მოდით კითხვასაც დაგისვავთ და ერთიანად მიპასუხეთ. და ამ თემაზე საუბრის კონტექსტში უკვე ვისაუბრებთ ოპოზიციის იმ ნაწილზე, რომელიც მიიჩნევს, რომ ხო, მიუხედავად ყველაფრისა, ქართულ ოცნებასთან საუბარი უნდა დაიწყოს სწორედ იმაზე, რა წესებით უნდა ჩატარდეს მომავალი არჩევნები. ასე ფიქრობს მაგალითად ვიქტორ ყიფიანი, რომელიც ახლახან შექმნილი პარტიის ჯერ საქართველოს დამფუძნებელი. აი მიუხედავად ყველაფრისა, გითხარით თქვენი პოზიცია, საჭიროა თუ არა ქართულ ოცნებასთან დიალოგის მაგიდასთან დასხდომა, აღნიშნულ საკითხზე საუბრის გახსნა და მეორე მხრივ, არ ვიცი, რა ტიპის დათმობებზე წასასვლელად შეიძლება იყოს მზად დღევანდელი ხელისუფლება, ალბათ ეს კითხვაც ლოგიკურია, რომ დავსვათ. ის რა ზოგადად უნდა ჩამოყალიბდეს ჩვენი საზოგადოება რა არის ის ფორმულა, რა შემთხვევაშიც ჩათვლის შესაძლებლად არჩევნებში მონაწილეობას და არჩევნები გახდება მთავარი ინსტრუმენტი ხელისუფლების. აი ბოიკოტის მომხრე ოპოზიციური ძალები ამბობენ, რომ ასეთი ფორმულა არის ერთი მთავარი წინაპირობის დაკმაყოფილება, გათავისუფლდნენ ის ადამიანები, რომლებიც პოლიტპატიმრებად მიიჩნევიან. ასეთი წინაპირობების დაყენება. ნუ ეგრეთ წოდებული სწორია თუ ფიქრობთ, რომ წინაპირობების გარეშე უნდა დაიწყოს საუბარი საარჩევნო წესებზე? მე მიმაჩნია, მე ჩემი აზრი ამაზე ვფიქრობ, რომ იდეალურ გარემოს ქართული ოცნება არც ერთი პარტია სხვა შორის აქამდე რო იყო არ შექმნის და ის რომ აი ესე იყოს გაყოფილი ოპოზიცია ერთმანეთს ჭამდეს, ეს ყველაზე მეტად სწორედ ამ პარტიას აწყობს რა. იმიტომ რომ ეს დაპირისპირება, რომელიც გამომდინარეობს აი ამ რაღაც მიდგომებიდან ერთი ერთს ამბობს, მეორეს ამბობს, რა პირობებში მონაწილეობდა და ასე შემდეგ, ეს ყველაზე კარგი გარემო არის ქართული ოცნებისთვის. ეხლა მოდით შევხედოთ რეალურად და დავსვათ კითხვები, ესე იგი დაუშვათ არ შეცვალა თავისი მიდგომა ამ შემთხვევაში რასაკეთებდა და არ გახადა სამართლიანი საარჩევნო გარემო, არ გახადა სამართლიანი პოლიტიკური გარემო. ხო, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცე მაშინ აქ კითხავთ, უნდა გააგრძელონ ბოიკოტის გზა თუ გააკეთონ ის, რის გაკეთებასაც აპირებს, მაგალითად გახარიას პარტია, რომელიც ფიქრობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მათ შორის როგორც არ უნდა იყოს საარჩევნო წესები, უნდა შევიდნენ და იბრძოლონ სწორედ არჩევნების გზით. გულწრფელად გითხრათ, მე ამჯერა რომ ქართული ოცნება როდესმე შექმნის აქ სამართლიან გარემოს არჩევნებთან დაკავშირებით. ამჯერ. მაშინ უნდა გაყვე თუ არ უნდა გაყვე აი ხო და ამ ლოგიკით მაშინ თუ არასოდეს არ შექმნის ამ გარემოს და არასოდეს არ მიიღებ მონაწილეობა, სულ იქნება ხა თავისით ხო არ გაქრება ეს ხალხი ხო. აქ არის ეს დილემა ხო. აი რას აპირებ, როგორ აპირებ ხელისუფლების შეცვლას. მე ვერ ხედავ სხვა გზას გარდა არჩევნებისა, მაგრამ ასევე ვერ ხედავ ვერანაირ ფორმულაში იმ შესაძლებლობას, რომ ქართული ოცნება სამართლიან საარჩევნო გარემოს შექმნის. არ შექმნის. ეხლა არ ვიცი რამ უნდა აიძულოს ესენი, რომ ესეთი რამე შექმნან. ამიტომ რა რჩება მაშინ, ხო? ან უნდა იყო მუდმივად ესე გარდა ელოდო რაღაცა ციდან ჩამოვარდება, ან უნდა აი ესეთ რთულ გარემოში, რთულ პირობებში უნდა იბრძოლო. თუ პირობებში ახერხებენ ვიღაცები მოგებას, უბრალოდ აქ მე კიდე სხვა კითხვა ჩდება, რომ გვაქვს თუ არა მაგისი ძალა, რომ რთულ გარემოში მოვიგოთ, ხო? არ მაგალითად შევადარებთ ხოლმე, თქვა უნგრეთის მაგალითად, სადაც უმძიმეს გარემოში მოიგო, წააგო ორბანმა. აგერ არის თურქეთი, ჩვენი მეზობელი ქვეყანა, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია დაჭერილი იყო
მუდმივი პრობლემები ქონდა, მაინც მოიგეს ხო დიდი ქალაქები და მიდის ბრძოლა, ეს არის, რა ვიცი, ცხოვრება. რამდენად იზიარებთ იმ რიგი პოლიტიკოსის შეფასებას, რომელიც მიიჩნევს, რომ არჩევნების ბოიკოტი ეს იყო ვაბანგზე წასვლა, რომელმაც არ გაამართლა და არ მოიტანა იმ მასშტაბის, ასე ვთქვათ, შედეგები, რასაც ბოიკოტში ჩართული ოპოზიციური პარტიები ელოდნენ. მე ვფიქრობ, რომ გაერთიანების ზომიერი გაერთიანება არ ვამბობ რაღაც ყველა ერთი სახის გახდებოდა და შემდეგ, მაგრამ გაერთიანების შემთხვევაში თბილისის მერის პოზიციის მოგება ოპოზიციას შეეძლო თავისუფლად და ასევე დიდი ქალაქების მოგება. იცით რა, მე ამას ვამბობ იქიდან გამომდინარე რა სოციოლოგიური კვლევებიც ნახეთ მაშინ. იმდენად დიდი უპირატესობა ჰქონდა აი შარშენობს თბილისში და სხვა ქალაქ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდა ქალაქის მერის არჩევნები და იმდენად დიდი უპირატესობა ჰქონდა ოპოზიციას ხელისუფლების პარტიასთან მიმართებით, რომ აი პირდაპირ იდო ეს პორტფელი რა. მაგრამ ნუ ახლა დავერიეთ ერთმანეთს, ნაწილი იქ იწავიდა, ნაწილი აქ იწავიდა, ქართველები დავერიეთ გულისხმობ, მე ახლა პარტიული არა ვარ. მაგრამ და იმის მაგერად რომ ეფიქრათ მიიღოთ ის რაც კიდევ მეორე პირდაპირ იდო და ელემენტად უნდა ხელის გაწვლა და ადგომა და რაღაცა შრომა ჭირდებოდა ხა ესე თქვათ ესე არ არის ცხადია ხო შრომა და ბრძოლა მაგრამ შანსი იყო ძალიან რეალური აი უარი ითქვეს ფაქტიურად ამაზე ნუ რაღაცა მიზეზები და მილიონი რაღაცები მოვისმინეთ ხო ახსნა არის ხა სწორია ეს ხა წარმოიდგინეთ ოპოზიციური პარტიიდან მერი თბილისის, ოპოზიციური პარტიიდან მერი ბათუმში, ქუთაისში და ასე შემდეგ. არ შეეცვლებოდა გადააფასებენ თუ გადააფასებენ ესე ვთქვათ იმ პოზიციას, რაც არჩევნებთან მიმართებაში იყო რამდენიმე თვის წინ და სამწუხაროდ ჯერჯერობით მე ვერ ვარ ოპტიმისტი მაგ თვალსაზრისით და ძალიან ჩემი აზრით ძალიან ცუდია რომ კიდევ არ არსებობს გარკვეული სიმკაფიოება და სიცხადე ამ თვალსაზრისით. ეს ძალიან აზიანებს მინდა გითხრა და ბოლო 40 დღე საკმარისი არ იქნება რომ რაღაცა შეცვალოს. შეუძლებელია არჩევნებისთვის მზადება უკვე უნდა იყოს დაწყებული თუ აპირებ. და თუ არაფერს არ ვარ კიდე ფიქრობ და გაურკვევლობაში ხარ და რაღაცას გარედან თუ შიგნიდან რაღაცას ელოდებ მე არ ვიცი რას ელოდებენ გასაგებია მნიშვნელოვანია უკრაინა გასაგებია ბევრი რამე მაგრამ შენ ხოლმე ჩამოყალიბდე შიგნიდან მადლობა ბატონ ლაშა სტუმრობის თქვენი პოზიციების გაზიარებისთვის ლაშა ტუღუს დავამშვიდობებით ახლა რეკლამის შემდეგ ლელო ძლიერი საქართველოს პოზიციებს მოვისმენთ ასე რომ დაგვაერთეთ მაშა ასე რეკლამა დასრულებულია ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი თბილისის საკრებულოში ლელო ძლიერი საქართველოს წევრი ნიკა ჩერქეზიშვილია ჩვენთან ერთად გამარჯობა ბატონ ნიკა და მადლობა რომ შემოგვერთით ბატონ ნიკა გაცემის ეს ნაწილიც იმ სტატისტიკურ მონაცემებზე საუბრით მინდა დავიწყოთ რომელსაც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ავრცელებს და რომელსაც ქვია პოლიტპატიმრების სია საქართველოში ორგანიზაციის ცნობით დღეს ჩვენს ქვეყანას 90 პოლიტპატიმარი ყავს მათგან აბსოლუტური უმრავლესობა კი აკმაყოფილებს ერთზე მეტ კრიტერიუმს, რომლითაც ეს სტატუსი განისაზღვრება. ბუნებრივია გამჭვირვალობის მიერ გავრცელებული ინფორმაციას უკვე ახლავს შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში, მაგალითად ერთ-ერთი ასეთია, ამდენი პოლიტიკური პატიმარი პუტინს და ლუკაშენკოსაც კი არ ყავს ამ ტენდენციით ივანიშვილის რეჟიმი მალე გადაუსწრებს საბჭოთა მემკვიდრეობასო ეს არის რიგი პოლიტიკოსის შეფასება. აი თქვენი სათქმელი რა არის ინფორმაციაზე, რომელსაც ავრცელებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს. თავად ორგანიზაცია ამბობს, რომ ეს არის დიდი შავი ლაქა საქართველოს ისტორიისთვის. აი ამ შავმა ლაქამ თუ ის ვერ ჩამოვიშორეთ. როგორ შეიძლება გეოპოლიტიკურ რუკაზე შეცვალოს საქართველოს ბედი და ადგილი? მოგესალმებით კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. დიახ, ნახეთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია და უპირველეს ყოვლისა, რაზეც მიუთითებს ეს ყველაფერი არის ის, რომ ქვეყანაში
ქვეყანაში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და არ არსებობს თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო. თქვენ იცით, რომ 5 კრიტერიუმი არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ეს არის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, არაპროპორციული სასჯელი, სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი და კიდევ სხვა კრიტერიუმები და რიგ შემთხვევაში ზოგი პოლიტპატიმარი 5-ვე კრიტერიუმს აკმაყოფილებს, თუმცა არის შემთხვევები, როცა 1 და 2 კრიტერიუმი ამას არ აქვს მნიშვნელობა. აქ არის მთავარი ამბავი ის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ფიქრობს პოლიტიკურად განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანების ციხეში გამოკეტვას, პოლიტიკური პროცესის მოკვლას და ამით ბუნებრივია ძალაუფლების შენარჩუნებას. რა თქმა უნდა, ეს როგორც გეოპოლიტიკურად ესეშა და პოლიტიკურად აზიანებს საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს და სწორედ ამის გამო არის, რომ ძალიან ბევრი ურთიერთობა მათ შორის პროდასავლურ ქვეყნებთან, დასავლურ ქვეყნებთან ასევე შეწყვეტილია, შეზღუდულია, იქიდან გამომდინარე, რომ ის აბსოლუტურად მიუღებელია განვითარებული სამყაროსთვის, ის რომ ირღვეოდეს ყოველფეხის ნაბიჯზე ადამიანების უფლებები და მათ აკავებდნენ პოლიტიკური პოზიციების გამო თან ისეთ პირობებში, რომ მათ ისინი ვერ ახერხებდნენ საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლო პროცესებზე. თქვენ იცით, რომ არაერთი ესეთი სასამართლო პროცესი დახურულია სწორედ იმის გამო, რომ ფაქტობრივი მტკიცებულებები ამ ადამიანების მიმართ არ არსებობს და ცალსახად და უდაოდ ისინი დაკავებულები არიან პოლიტიკური არა და პოლიტიკური პატიმრები კი არა, აგენტები არიანო, იცით თქვენ ასე უყურებენ პროტესტის ფარგლებში დაკავებულ ადამიანებს თუ დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს თვითონ ქართული ოცნების ლიდერები, როცა 4 წელიწადში გიწყობენ რევოლუციის 5 მცდელობას, ეს არის პოლიტიკური ტერორი და უცხოური აგენტურის დაკვეთაო. აი მაგალითად კონკრეტულად ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი აკეთებს ამ განცხადებას, რითაც ხსნის, რატომ არის ასეთი ხისტი სახელმწიფო კონკრეტული პირების მიმართ. აი კიდევ ერთხელ რა პასუხი გაქვთ ბრალდებაზე, რომ კრიტიკულად განწყობილ სამოქალაქო საზოგადოებას თუ ოპოზიციურ სპექტრს გაქვთ პოლიტიკური ტერორის მოწყობის დავალება მიღებული გარე ძალების მხრიდან. პოლიტიკურ ტერორს ამ ქვეყანაში აწყობს ქართული ოცნება, საბოტაჟს აწყობს ქართული ოცნება, ქართული სახელმწიფოს მისამართი და ბუნებრივია ვერანაირად ვერ დავეთანხმები და მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებასაც ზუსტად იგივე განცდა აქ არანაირი ამ ხრივ ნაბიჯები გადადგმული არ ყოფილა. მე ჩემს კოალიციაზე ლელოძლიერ საქართველოზე ვისაუბრებ ამ შემთხვევაში მე ბუნებრივია ვესწრები როგორც შიდა შეხვედრებს, ასევე ველზე, როდესაც მიდიოდა საპროტესტო აქციები, ხშირ შემთხვევაში ვიყავი ჩვენი გუნდის გვერდით და არასოდეს არც შიდა სივრცეში, არც გარე ველზე მე არ მომისმენია მსგავსი არათუ მითითებები, არამედ გაკვირითაც კი ამაზე საუბარი არ ყოფილა. ყოველთვის იყო ჩვენი პოზიცია სახელმწიფოებრივი და ამ ქვეყანას ეყო ის რთული პერიოდები, რომელიც გადაიტანა, ესეთი მცდელობები იყო 90-იან წლებში, მას შემდეგაც და ამ ზარალის მეტი, ზიანის მეტი და ხშირად 10 წლეულების განმავლობაში რაღაც ჩატოვების მეტი ჭაობში არაფერი არ მოუტანა ამ ქვეყანას, ამიტომ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი ამას ემიჯნება, ამ ქვეყანას არ ჭირდება არანაირი რევოლუცია, ეს ცუდის მეც არაფერს არ მოიტანს და ქართული ოცნება ამაზე აპელირებს, იმიტომ რომ სხვა მათ საქმელი არაფერი არ დარჩა, უამრავი პრობლემა აქვთ ქვეყანაში, ბევრი მიმართულებით, განსაკუთრებით სოციალური მიმართულებით და აი ამ თითიდან გამოწვეული რაღაც პროცესები ცდილობენ, რომ რაღაცნაირად საკუთარი ძალაუფლება გადაარჩინონ და მოსახლეობის ყურადღება გადაიტანონ იმ მიმართულებით, საითაც აბსოლუტურად არ არის საფრთხე. ეს არის ცალსახად და უდაოდ ასე. ბატონიკა, რადგან აი პოლიტიკურ დევნასა და მათ შორის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვან შეზღუდვაზე ვსაუბრობთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შალო პაპუაშვილისა და ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას შეეფარდა 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და ეს განწყვეტილებაც მინდა შევაფასოთ. აი რას გეუბნებათ, რა შეფასების გაკეთების საფუძველს იძლევა სანაიას მიმართ მოსამართლის მიერ მიღებული გაწყვეტილება, ისე როგორც არა მხოლოდ სანაიას, არამედ სხვა ათობით პირის მიმართ და ამავე კონტექსტში მოდით აი ზოგადად ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აი სიძულვილის ენის პრობლემასაც გამოვეხმაუროთ, მით უფრო რომ თვითონ ხელისუფლების მტკიცებით საჯარო სივრცეში მას შემდეგ რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამმართველო ამოქმედდა, შეურაცხყოფის ფაქტები მნიშვნელოვნად შემცირებულია, თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინა. შესაბამისი სტატისტიკა ცოტა ხნის წინ გამოითხოვა სააგენტო ინტერპრეს ნიუსმა. ახლა ვერავინ ვიტყვით, რომ საჯარო სივრცეში ის რაღაცა წევლა, გინება, არაეთიკური და შეურაცხყოფელი ტერმინებით საუბარი არის პოზიტიური მოვლენა და მისასალმებელი. ხო, ამიტომ არის თუ არა კარგი თუ კი სიძულვილის ენის ხარისხი იკლებს, ანუ როგორ უყურებთ შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოქმედებული ახალი სამმართველოს მუშაობას? რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება მოგწონდეს სიძულვილის ენა, როგორ შეიძლება მოგწონდეს უწმაწური ლექსიკა, ბუნებრივია ამას აბსოლუტურად ვემიჯნები. თუმცა ეს პროცესი, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ დაიწყო და ეს არის მათი პოლიტიკური მიზანი, კიდევ ერთი არის მოჩვენებითი, რეალურად ის დაიწყო სწორედ იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი შეზღუდოს და ვახოსანაიას ამბავზე რაც შეიძლება ითქვას, ჟურნალისტის თავარი ღირებულება ალბათ ის არის, რომ თავისუფალ აზრს გამოთქვამდეს, ეს არ უნდა იყოს შეზღუდული და ამ მხრივ ვახოსანაიაზე განსაკუთრებული წნეხი არის ასევე სხვა ჟურნალისტებზეც, სწორედ იმიტომ, რომ მათ შეწყვეტონ ხელისუფლების კრიტიკა და თუ ეს იქნებოდა რეალურად გავრცელდებოდა, ხო, ამ შემთხვევაში როგორც ვთქვათ, ხელისუფლების მოწინააღმდეგეებზე, ასევე თვითონ ხელისუფლებაზეც, ოღონდ ეს იქნებოდა ბუნებრივი, ორგანული და ნამდვილი პროცესი და არა პოლიტიკური მიზანი, რომლის ერთადერთი გამოხატულება არის ის, რომ შეზღუდოს მაქსიმალურად განსხვავებული აზრის გამოთქმა სოციალურ სივრცეში, ну არ ვიცი, Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო დაპატიმრება ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, იმიტომ რომ ლექსიკა გასაგებია, შეიძლება არ ვეთანხმებოდე, მაგრამ მე ხშირ შემთხვევაში მომისმენია ამის მოწმე ყოფილი ვარ პირადად და არა მარტო ტელევიზიიდან ან სოციალურ ქსელში, ინსტიტუციურ ორგანოშიც, ამ შემთხვევაში საკრებულოში მომისმენია ესეთი გამოთქმები, რომელიც შეურაცხყოფელი ყოფილა ჩემთვის. ამ შემთხვევაში ლექსიკას არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ეს ისე გააკეთონ ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ აბსოლუტურად შეურაცხყოფონ შენი ღირსება, ამას აკეთებენ. ამიტომ მხოლოდ რაღაც უწმაწურ სიტყვებზე გამოკიდება და ამ მხრივ ამ ზომების გატარება ვფიქრობ, რომ არის მოჩვენებითი პროცესი. გასულ კვირას ამბობდნენ ჩვენ. ხალვა პაპუაშვილის მხრიდანაც არაერთი ძალიან ხისტი და ცუდი გამონათქვა მიმახსოვს ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართულებით. ამიტომ ჯერ საკუთარ რიგებში მოძებნონ და საკუთარი რიგებში ნახონ და არ ვიცი ახლა სიძულვილის ენას ებრძვიან სოციალურ ქსელში და მთელმა საქართველომ ნახა საქართველოს პარლამენტში რაც მოხდა, როცა პოლიტიკურ ოპონენტებს ფაქტობრივად ფიზიკურად დაესხნენ თავს და არა ერთი და ორი ადამიანი მთელი პარლამენტი და ამ ხრივ არანაირი გამოძიება არ წარმართულა და ამ ხრივ არაფერი ზომები არ გატარებულა და ეს უფრო მძიმე ფაქტი არ არის. ანუ ერთი მხრივ შეიძლება ებრძოდე რაღაცა ვერბალურ გამოხატულებას, მაგრამ ფიზიკურად როცა ძალადობენ პოლიტიკურ ოპონენტებზე და არ ვიცი რა დღეში გაატარეს, ხო? საპროტესტო აქციებზე ადამიანები ამ ხრივ რატო არაფერი არ გააკეთა. გამახსენდა რამე დღეს წინ ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი ამბობდა გადაცემაში, რომ აი საჯარო სივრცეში ბრაზის გამოხატვაზე ჯარიმების დაწესება შედეგად მოიტანს იმას, რომ აი ეს ბრაზი სრულიად უკონტროლო შეიძლება გახდეს და სრულიად უკონტროლოდ შეიძლება ამოიფრქვას. აი როგორ გონიათ თვითონ ქართული ოცნება ვერ ხვდება, რომ აი ეს გამოუთქმელი წყენა და ბრაზი, რომელიც შესაძლოა ვერ აღმოთქვა, ბევრად უფრო საშიში და სახიფათოა, თუ საკითხს იმდაგვარად უყურებენ, რომ ქვეყანაში პროტესტი უკვე იმ დონეზეა მინელებული, რომ მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მე სიმართლე რო გითხრათ, არ ვუყურებ ისე, რომ ბრაზი მხოლოდ ამ ფორმით უნდა გამოიხატოს, აბსოლუტურად არა, ამას ასე უყურებს ქართული ოცნების ხელისუფლება და იმედი მაქვს და მეთანხმებით თქვენს, რომ მათ მიერ არის შექმნილი სწორედ ეს ტროლბოტების ქარხანა. მე არაერთი კრიტიკული პოსტი დამიწერია, სადაც ჩემს Facebook პოსტებზე შემოდიან, არ ვიცი, აბსოლუტურად უსახელო და უგვარო ადამიანები, რომელსაც საკუთარი ფოტოც არ აქვთ სოციალურ ქსელში განთავსებული და ისეთ უწმაწურ რაღაცებს წერენ, რომ წარმოუდგენელია და ეს წლების განმავლობაში გრძელდება. ეს სისტემა სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან არის შექმნილი და ამიტომ ვიძახი, რომ ეს პროცესი რეალურად არ ემსახურება იმას, რომ სიძულვილის ენა არ იყოს ქვეყანაში, თორე როგორ შეიძლება რომ ადამიანი ამას ეწინააღმდეგებოდეს, ან ვინმეს მოსწონდეს სიძულვილის ენა, ხო? ეს არავის არ მოსწონს, მაგრამ ეს უნდა იყოს ბუნებრივი პროცესი, როგორც თქვი, ხო? როცა თვითონ აკეთებ ამ ტრობოტების ქარხანას, როცა ნებისმიერ პოლიტიკურ ოპონენტს შეუქსევ, არის ხო და პოსტს Facebook-ზე რაღაცა კონკრეტულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებ ქართული ოცნების ხელისუფლების და იმ წუთას აი არაორგანულად, არაბუნებრივად, ხელოვნურად ჩემს პოსტზე შემოდის ასობით, ათასობით ადამიანი და გლანძღავს, ხო? ეს ხო არის დაორგანიზებული
ორგანიზებული ბუნებრივია და სწორედ ესე ვრცელდება სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის გამავრცელებელი თუ რამე არის სოციალურ ქსელში, ეს არის სწორედ ის ტყოლბოტების სისტემა, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებას აქვს შექმნილი. იქ არ არიან რეალური ადამიანები, ეს არის სისტემა, რომელიც ამ ყველაფერს ყვებავს. ამიტომ თუ ბრძოლა უნდა სიძულვილის ენასთან, უპირველეს ყოვლისა საკუთარი ეს ტყოლბოტების ქარხანები უნდა გააუქმონ და რეალურად იმუშაონ ამ მიმართულებით. ეთილი და ბოლოს რამდენიმე აქტუალურ საზოგადოებრივ თემასაც მინდა შევეხოთ, თუ კი მოვასწარი კითხვის დასმა, მათ შორის კი აი პირველ რიგში წვიმასა და თბილისზე ვისაუბროთ, ძლიერი ნალექი, როგორც ხედავთ ჩვენი დედაქალაქისთვის ისევ სერიოზულ პრობლემად რჩება, ამ ფონზე კი ისევ ისმის თბილისის მერიის მისამართით კრიტიკა, რომ აი სწორედ რაღაცა სათანადო დონეზე არ არის გამართული ინფრასტრუქტურა. აი რა გონიათ, რამდენად სამართლიანი გონიათ ეს კრიტიკა და თქვენ რა გონიათ ამ პრობლემის მთავარი მიზეზები, რა ქმნის ძლიერი წვიმის დროს თბილისში ასეთ პრობლემას, არასათანადო ინფრასტრუქტურა თუ მართლაც დიდი ოდენობით ნალექი, რის შესახებაც აი გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს მაგალითად ინფორმაციას, წაიკითხავდით უწყების ცნობით 21 ივლისს 7-8 საათის განმავლობაში დედაქალაქის პრაგებში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ, ხოლო ცალკეულობებში 2.5-ჯერ მეტი ნალექის რაოდენობა მოვიდაო, აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო. არგუმენტი, რომ დიდი ოდენობით ნალექი მოდის, გასაზიარებელია თუ არა? აქ უპირველეს ყოვლისა რაც უნდა ითქვას, მთავარი პრობლემა რაც არის ის პოლიტიკა, რომელსაც ატარებს პერსონალურად კახაძე და თბილისის მერია, როდესაც დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ის არ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება თბილისში და მხოლოდ საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი, ეს უკვე ყველა კითხვას ცემს პასუხს. ბუნებრივია მისი ეს ნარატივი გადადის შემდეგ მის ხელქვეითებზე, როგორც გამგეობებზე, ისე მერიის თანამშრომლებზე და ყველას მსგავსი დამოკიდებულება აქვს. როგორ შეიძლება, რომ არაფერზე არ იყოს პასუხისმგებელი თბილისის მერთან, ეს ხომ არ არის ცალკეული შემთხვევა, ეს მოხდა უკვე არაერთხელ 6 ივლისსაც იყო მსგავსი შემთხვევა, როცა დაიტბორა თბილისი და თქვენ თუ დააკვირდით, არ ვიცი, ეხლაც ამ 20-21 ივლისის ნალექის დროს პირველი ეტაპი იყო შედარებით მსუბუქი წვიმა და უკვე ამ მსუბუქი წვიმის შემდეგაც დატბორილი იყო თბილისი და აქ უკვე ნებისმიერ ნალექზე დაიტბორება. ეს მე მინდა რომ ამას მიაქციოს საზოგადოებამ. ყველაფერი მოწესრიგდებაო, ვერაფერი ვერ მოწესრიგდება, მთავარი პრობლემა ეს არის, იმიტომ რომ ის ასევე ამბობს, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის, რაშიც სავარაუდოდ ოპონენტებიც იგულისხმებით, ყოველი ძლიერი წვიმა ხდება სპეკულაციის მიზეზი. აი, რას უპასუხებთ მას, რომ სპეკულაციას აქვს ადგილი თქვენი და სხვა კრიტიკოსების მხრიდან? მე მას უპასუხებდი იმას, რომ საკუთარი სიტყვების ტყვე გახდება, იმიტომ რომ შეუძლებელია ამ რეჟიმის პირობებში და ამ პოლიტიკური მართვის პირობებში ეს პრობლემა გამოსწორდეს. იმიტომ რომ ეს ყველაფერი არ არის გაანგარიშებული, თქვენ თქვით ეხლა თქვენ სიტყვაში, რომ რაღაც 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა. ეს სანიაღვრე სისტემები სწორედ ამაზე უნდა იყოს გათვლილი, ის ხო სტანდარტულ სიტუაციაზე არ არის გათვლილი, ის უნდა იყოს გათვლილი მაქსიმუმზე, პიკურ მდგომარეობაზე, რომ უზრუნველყოს ამ ნაკადების გატარება, მაგრამ ეს ვერ მოხდება. რატომ ვერ მოხდება? იცით რომ ბუნებრივი ზედაპირი აღარ დარჩა ქალაქში, გრუნტიანი ნიადაგი აღარ დარჩა, ან არის დაბეტონებული, ან არ არის მოასფალტებული, ამიტომ წვიმის წყლის გაწოვა აღარ ხდება. ეს სანიაღვრე სისტემები, რომელიც არის ქალაქში, ვეღარ უზრუნველყოფს, ის სტანდარტული ზომები აღარ არის საკმარისი იმისთვის, რომ წყალი გაატაროს და აქ პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხიც არის. თბილისის მერია არ აღიარებს არავითარ შემთხვევაში იმას, რომ არასწორი დაგეგმარება მოხდა, არასწორი რეაბილიტაცია მოხდა, წერეთლის გამზირი, რომელიც ახლად რეაბილიტირებულია, ისევე იტბორება, როგორც მაგალითად დიდი ღომი და გდანი. რატო ამ შემთხვევაში? სწორედ იმიტომ, რომ არ მოხდა სწორი გაანგარიშება. სადაც იყო თქვა 20 კორპუსი პირობითად საუბრობდა, იქ მეტნაკლებად გაიწოვებოდა წვიმის წყალი, იქ რო ეხლა კიდევ დაამატებ 180 კორპუსს და 200 კორპუსია, ხო, ბუნებრივი ზედაპირი აღარ არსებობს. ამიტომ ის კოლექტორები, რომელიც გაკეთებული იყო, ის სანიაღვრე სისტემები უკვე საკმარისი აღარ არის. იქ რეზერვუარები უნდა გაკეთებული იყო. ანუ ეს გაანგარიშება ვერ მოხდა. სწორად ამ ხრივ დაუშვეს სისტემური შეცდომა, ამიტომ კახაკალაძე საკუთარი სიტყვების ტყვე იქნება და თქვენ ახლა მომავალ წვიმაზე ბუნებრივია ეს არავის არ უნდა, მაგრამ შედეგი იქნება ის, რომ თბილისი კვლავ დაიტბორება. მადლობა ნიკა სტუმრობისთვის. დღეს ამით დავასრულოთ. ნიკა ჩერქეზიშვილი ასხობდა ჩვენს კითხვებს. დღეს ნიუსრუმი ამით დამთავრებულია. ერთმანეთს ხვალთ 11 საათზე შევხვდებით. ნახვამდის.